პრინციპში სამწუხაროდ მომიწევს რაღაცებში გამეორება, რაზეც შესავალ სიტყვაში ვისაუბრე, მაგრამ დღეს უფრო ცხადად გამოჩნდა ყველასთვის ამ საქმის აბსურდულობა, გამომდინარე იქედან, რომ იმ ფაქტებზე, რაზეც აპილირებს და რომლის დაბალი ხარისხის ინტერპრეტაციას წაგებს პროკურორი, არაფერი არ აქვს საერთო იმასთან, თუ რეალურად დოკუმენტებში რა არის მოცემული. ანუ გვაქვს ძალიან მარტივი სიტუაცია, როდესაც ყველა დოკუმენტი, ყველა მიმოწერა გვეუბნება, მიგვითითებს შენს და ბანკს შორის სასესხო ურთიერთობაზე და მხოლოდ ზეპირი ჩვენება ივანიშვილისა და მისგან გამომდინარე სხვა ირიბი ჩვენებები, რომლებიც წესით არც უნდა იყოს მიღებული იმისთან დაკავშირებით, თურმე ეს ყოფილა ინვესტიცია. ეს თუ ინვესტიცია იყო და თუ ბანკში იმიტომ გააკეთა, რომ ბანკს უნდა გაეკონტროლებინა. როცა დავაბრუნე ეს სესხი, რატო არ მოიგითხა ბანკმა, თუ ახლა ამბობს, რომ ბანკ ნატო აკონტროლებდა ამასო, რას აკონტროლებდა ნატო, მაშინ ერთი კითხვა დაესვა, რომ გიორგი კიმარა სესხი რომ დავაბრუნე, მოგება არის, თუ არ უნდა ნახო, ეგ რანაირი კონტროლი არის, ხო? არ არის არანაირი კონტროლი, არ იყო ტყუილი არის თავიდან ბოლომდე, რასაც საუბრობს, რა საბედნიეროდ ჩემთვის, მაგრამ უბრალოდ სირცხვილია ესეთ რაღაცებზე საუბარი და ინტერპრეტაციის მისცემა, რომ ხავსზე ჩაჭიდება რო არის, რა ქვია, წაღებული ხავსზე ჭიდებოდა. მოკლედ, აი ამ მსგავსი სურეალისტში ცხოვრობ ბოლო 2 წელიწადია. თავისი ბრალდების და საქმის ვთქვათ ფაბრიკაციით ფაბრიკაციიდან დაწყებული და შემდგომ იმ ჯოჯოხეთში, რაშიც მე და ჩემი ოჯახი ვარ და სამწუხაროდ ქვეყნის რაღაც ნაწილი კიდე ამ ჯოჯოხეთს ერთად განიცდის. და ეს არის პირდაპირ დაწყებული იმით, რომ მე მქონდა ასთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით ივანიშვილთან ზუსტად, თუ როგორ რა გლობალურ ომის პარტიასთან და ასე შემდეგ ყველა იმ ასე ვთქვათ გამოგონილთან, რაც უკვე ივანიშვილმა ძალიან ფართოდ გააჟღერა, იმის შემდეგაც კი უფრო გააღრმავა, რაც ჩემი საქმე დაიწყო. ერთადერთი ჩემი საქმის დაწყების მიზეზი იყო ის, რომ ამას უარი უთხარი ამ ანტიდასავლურ ისტორიაში მონაწილეობაში და მან ეს მიიღო როგორც ასე ვთქვათ ღალატ და მოიგონა ჩემი დაჟე. შემდგომ რათა მისი აზრით აქ საუბარი იყო მილიარდობით დოლარებზე, რა თქმა უნდა მან გადაწყვიტა, რომ ეს უნდა გამოეძალა ჩემთვის. ამ გამოძალვის ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს ზუსტად, როდესაც ივლისში 2024 წლის ივლისში მისმა წარმომადგენელმა ჩემ იურის მიწერა დაუგზავნა შეტყობინება, სადაც ეუბნება, რომ ბაჩაშვილმა გადაიხადოსო 5000 ბიტკოინი, იმ დროისთვის დაახლოებით 500 მილიონი დოლარიო და ჩვენ ვთქვათ ამ საქმეს დავიწყებთ. თუ არადაო, ყოველ თვეში გაიზრდება ეს თანხა დაახლოებით 50 მილიონ დოლარზე იყო საუბარი და წლის ბოლოსთვისო შეადგენს მილიარდ დოლარს, ანუ 9000 ბიტკოინზე მეც. და ამის შემდეგო ჩვენო ვიცითო რომ მასაჯულება ძალიან სწრაფად და როგორც აიმართება და ჩვენო ვარაუდობთო რომ ამის მერე ძალიან მალე მოხდებაო სიმართლის დადგენაც. შესაბამისად ამ ემისი ულტიმატუმის ამოწურვის თანავე დაიწყო უეცრად ჩვენი პროცესები. კვირაში 2-3 პროცესი, ანუ პრაქტიკულად ამოსულის საშუალებაც არ ჰქონდა. შემდგომ იყო ის, რომ მე მივიღე ინფორმაცია, უტყუარი ინფორმაცია, რომ ივანიშვილი აპირებდა ციხეში იმის გაკეთებას, რაც განახორციელა ეხლა რამოდენიმე კვირის წინ. შესაბამისად სამწუხაროდ მომიწია ქვეყნის დატოვება, რისიც საჯარო განცხადებაც გავაკეთე. ამის შემდეგ მე მოტაცებით თავზე მე ჩამოფარებული, ყველანაირი კანონის, იურისპრუდენციის, მოსამართლის, პროკურორის და ადვოკატის გარეშე მოტაცებით შემოყავარ საქართველოში. ავრცელებენ რაღაცას ზღაპარს, თვითონ რაღაცას ზოლში მიყოს, წვანე ზოლში თეთრი მაიკით და თეთრი ბოტასებით. სინამდვილეში კიდე ასე მოტაცებული შემოყვანილი კაცი მომათავსეს იზოლატორში. მინდა გითხრათ, რომ არც იმ საქმეზე, რომლითაც მე ვითომ მიპოვეს წვანე ზოლში, არც იმ საქმეზე, რომელიც უკვე მე განვაცხადე სასამართლოს წინაშე 29 მაისს გამოძიება არ დაწყებულა. სიტყვიერად ზოგადად ვიცით რომ შეიძლება დაიწყო გამოძიება, მაგრამ რეალურად არც დავკითხულვართ, არც არაფერი არ მოღებულა, ანუ პირველი ჩემგან შევიდა ეს განცხადება და როგორ შეიძლება დაკითხვაც კი არ მოსდომებათ, ხო?
ეს არ აინტერესებს უბრალოდ მათ უნდა რაც შეიძლება მეტი დრო გავიდეს, არც კამერების შემონაწერი იყოს, არც არაფერი და თითქოს ჩაფარცხონ ეს საქმე. ამის შემდგომ ციხეში 11 ივლისს ხდება ის, რასაც შეპირდა ივანიშვილი. მიგზავნიან ჯალათს, რომელმაც პირდაპირ ჩემი წამება დაიწყო. თავზე ნაკერებით, მრავალი დაზიანებებით და ასე შემდეგ საავადმყოფოში ვიყავი ჯერ გადაყვანილი, შემდგომ მოთავსდი ციხის საავადმყოფოში. ეხლა მადლით უკეთესად ვარ, თუმცა რაღაც ინფორმები კიდევ დამრჩა. არც ამის გამოძიება გენაცვალე, კი დაიწყეს აღზრდეს ისე, მაგრამ დღემდე არ მაქვს დაზარალებული სტატუსი. იმიზეზები თვითონ რაღაცის ექსპერტიზას ელოდებიან, ანუ დაზარალებული სტატუსი მეკუთვნის იმის გარეშეც კი მაქვს თუ არა მძიმე დაზიანება. ყველა ვარიანტში მეკუთვნის. შესაბამისად, ამ საქმესაც არანაირი ცვლილება არ მისცეს. და დღეს ვართ ისევ იმ სიტუაციაში, როდესაც შენი პროკურორი და წინამოსამართლე უკვე დიდი ხანია შეურიგდნენ მხედრიონელების რიგებს, იმიტომ რომ ივანიშვილიშვილს ახორციელებენ ძალის მიერ დამოძალვას. თავისი ციხეში სამართლებრივ კარგებს ბატონო მიხეილ, თუ გნებავ ჩვენ მოგმართეთ რაიმე პრობლემა თუ არა და პირდაპირ კამათში მიჩაერთვით. ხო, უბრალოდ. არა, ამას ხედრიონელები შეგვეძებნისა, ბატონო, სხვა ნიშნობა. ესა, ბატონო გიორგი, მიიკამათეთ. ბრძანეთ საბოლოოს იყო განაცხადა. ძველი მხედრიონელური 90-იანების მეთოდები, თავის ციხეში წამებებით და ცემატყებით და ამბებით. აი, აქ ვარ ენაცვალე. თქვენ დღეს ხართ ძალიან დიდი ასე ვთქვათ არჩევნის წინაშე, ხა ისტორიულს არ დავარქმევ, იმიტომ რომ არ რაღაცა გავზდი ამის მნიშვნელობას, მაგრამ ისტორიული არჩევანია, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი საქმე, სადაც ივანიშვილი ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი აღიარებული მთელი მსოფლიოს მიერ, დასანქცირებული არაერთი ქვეყნის მიერ, დასანქცირებული პროკურატურით და დასანქცირებული სასამართლოთი აგრძელებს შემოთანხმის გამოძალვას. მე ისე მინდა რომ ყველანაირად იმედი ვიქონიო, რომ თქვენზე ეს ზეწოლები თუ რაც ხდება, არანაირ გავლენას არ იქონიოს, მაგრამ პირადად ძალიან პატარა იმედი მაქვს ამის, იმიტომ რომ რაც ხდება ჩვენ ქვეყანაში გვესმის, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ვერ გამაჩერებს ვერც 11 წლიანი პატიმრობა და ვერც არაფერი გაირკვევა აუცილებლად სიმართლე, აუცილებლად გაადგენს გარე კომპეტენტური სასამართლოების და შემდგომ უკვე საქართველოს კომპეტენტური სასამართლოების ამ შეთქმულებას და გამოძალვას და ძალიან დიდი თხოვნა მექნება უბრალოდ მოგახდებით ამის მონაწილე. ნამდვილად არაფერი არ არის ამის ფასი. მეც ვერაფერს ვერ დავამატებ, თქვენ ხელში არის ამ ეტაპზე ჩემი ბედის ეს ნაწილი და ძალიან ვთქვათ, რომ ობიექტურები იყოთ და ადამიანობა დააყენოთ ყველაფერზე წინ. ძალიან დიდი მადლობა თქვენს და ყველა დარწმუნებას აწარმოებს. ხარდაჭერისთვის. მადლობა. დაასრულეთ, ხო? კეთილი. მოცემულ საქმეზე საქმის განხილვა დასრულებულია სასამართლო გრაფისათა თბილისში. გადაწყვეტილების მისაღებად გადაწყვეტილება გამოცხადდება ხვალ 12 აგვისტოს 12 საათს. ნახვამდის.